საღამოშიდობისა თქვენ უყურებთ არგუმენტებს და მე ვარ ჟურნალისტი თია სიჭინავა. ხვალ პრეზიდენტი 2008 წლის პარლამენტის წინაშე ბოლო საპრეზიდენტო ანგარიში წარსდგება, რაზე გააკეთებს ქვეყნის პირველი პირი აქცენტებს, ამას ხვალ საღამოს 8 საათზე შევიტყობთ. მანამდე კი შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმ დაპირებების შესახებ, რომელიც გასულ წელს სააკაშვილისგან ქვეყნის მთავარმა საკანონმდებლო ორგანომ და საზოგადოებამ მოისმინა. მაგალითად, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობა იყო, ტურიზმი, განათლება, უმუშევრობის შემცირება. რა შესრულდა და რა დარჩა დაპირებად? ამაზე ვიმსჯელებთ დღეს გადაცემაში და გავარკვევთ, რას კითხავდნენ ჩვენი სტუმრები ქვეყნის პირველ პირს, მათ რომ ხვალ კითხვის დასმის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ლელა გაფრინდაშვილი და მაია ორჯონიკიძე არიან ჩვენი გადაცემის სტუმრები. საღამოშიდობისა, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მობრძანდით და ხართ ჩვენი გადაცემის სტუმრები. გაკეთდა რამდენიმე განცხადება, მოსაზრება საზოგადოების სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების მხრიდან, რას კითხავდნენ ისინი პრეზიდენტს, მაგალითად, ხვალ რომ ჰქონდეთ კითხვის დასმის საშუალება და შესაძლებლობა. მთავარი მე რასაც დავუკვირდი და რა კომენტარებსაც გავეცანი, ერთ-ერთი მთავარი აქცენტი კეთდება თუნდაც პოლიტიკოსების მხრიდან და არაპოლიტიკოსების მხრიდან იმაზე, რას გეგმავს, რა გეგმებია მიხეილ სააკაშვილს მომავალში, ანუ მომავალში გულისხმობს მის პოლიტიკურ კარიერაში, აპირებს თუ არა ის პრემიერობას, მიდის თუ არა, მოდით ესე ვთქვათ, პოლიტიკიდან და საერთოდ რა გეგმები აქვს. მთავარი კითხვა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ აქტუალურია საზოგადოებაში. გაგიჩნდებოდა თუ არა თქვენც იგივე კითხვა, კაპიტან ლელა, თქვენცაც ესეთი აქტუალურია ეს საკითხი? ცხადი ახლა ეს საკითხი არის აქტუალური ბუნებრივია და ყველას გვაინტერესებს, ხო? ახლა კალბი პირფერობის გარეშე საქართველოში ძნელად მოიძებნება მოქალაქე ახლა გააქტიურებული პოლიტიკური ამინდის პირობებში, რომ ეს კითხვა არ კონდეს, მაგრამ ბუნებრივია პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლას აქვს თავისი ფორმატი, ხო? ესე პრეზიდენტი აჯამებს თქვათ წინა საპარლამენტო პერიოდს და რაღაცა სამომავლო პერსპექტივებზეც გვესაუბრება. ანგარიშს აბარებს, მოდით ესე რომ ვთქვა. ანგარიშს აბარებს, დიახ, საკანონმდებლო ორგანოს. ახლა მე პირადად მაქვს მოლოდინი, რადგანაც როგორც მე ვხვდები, ეს არის მიხეილ სააკაშვილის ბოლო საპარლამენტო გამოსვლა, მაინც მე ვფიქრობ, რომ მან უნდა შეაჯამოს არა მხოლოდ ეს საპრეზიდენტო, ასე ვთქვათ, წელი, პერიოდი, არამედ მთლიანად მისი პოლიტიკაში მოსვლის პერიოდი, ანუ მას შემდეგ რაც ის პრეზიდენტია საქართველოსი და ბუნებრივია ილაპარაკოს იმ პერსპექტივებზე, რომელიც იმ სამუშაოდან გამომდინარე, რაც შესრულდა, ხო, აი რა მომავალს უქადის ქვეყანას. აი მე პირადად აი ამ პერსპექტივის და წარსულის შეფასების ერთობლიობას ველოდები ხვალინდელი გამოსვლა. გასაგებია, ანუ ზოგადი შეჯამება თქვენს აზრს რომ სანამ მოვისმენ, მოდით მანამდე კაპიტან მაიას ვკითხოთ და კიდევ დავუბრუნდეთ პრემიერობის საკითხს, იმიტომ რომ ეს საკითხი არ ჩამოდის ესე რომ ვთქვათ ტოპ ნიუსებიდან. კაპიტან მაია, თქვენი მოლოდინი გაქვთ ხვალინდელი გამოსვლიდან? მოლოდინი მაქვს ისეთივე პრინციპში ამ საკითხში მე მგონი არ შეიძლება რომ ნებისმიერ მოქალაქეს რომელსაც აქვს პრეტენზია, ასე ვთქვათ, ამბიცია თუ შეიძლება ითქვას, რომ მოქალაქე თვლიდეს თავის თავს, რომ მე ვეთანხმები რაღაც იმაში, რომ ქვეყნის პირველ პირს თავისი ანგარიშვალდებულია ის თავისი მოსახლეობის წინაშე, მოქალაქეების წინაშე და ამ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე და ძალიან ფართო სპექტრია აქვს საზოგადოებას აინტერესებს უამრავი საკითხი და მათ შორის, ესე იგი, დაწყებული საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა, სოციალური საკითხები და ძალიან დიდი სპექტრია და მეც როგორც რიგითი მოქალაქე ამას ველოდები. რას ველოდებით თქვენ, რომ ჩვენ ხშირად გვესმის თავად პრეზიდენტის მხრიდან, როდესაც ის აკეთებს განცხადებას ხოლმე ქვეყნის მდგომარეობაზე, ის საუბრობს მუდამ, რომ სწორედ ვარდების რევოლუციის შემდეგ სახელმწიფო შედგა. ეთანხმებით ამ მოსაზრებას? მე ვეთანხმები რასაკვირველია მოსაზრებას, იმიტომ რომ სახელმწიფო ჩვენ არ გქონდა, იმიტომ რომ სახელმწიფოს თავისი დეფინიცია აქვს. ის ქვეყანა რომლიდანაც მე წავედი 95 წელს და ზუსტად ამიტომ წავედი, რომ სახელმწიფო არ იყო. დიახ. რომ ელემენტარულად სახელმწიფოში ეხლა იცით რა, ძალიან ბევრი გრადაცია, ახლა იდეალურად შემდგარი სახელმწიფო რო წარმოვიდგინოთ, ან თუნდაც ის რაც არსებობს დღეს დასავლეთში და იმას შორის რაც იყო შევარდნაძის რო საქართველოს, რასაკვირველი ძალიან დიდი ამპლიტუდაა, იქ არ არის რაღაც გრადაციებია უამრავი.
და ჩვენ ძალიან ბევრი გვიკლია რასაკვირველი იმ სტანდარტებისადმი რაც რისკენაც მივდივართ, მაგრამ სახელმწიფოს გარკვეული კრიტერიუმებით ისაზღვრება სახელმწიფო და ელემენტარული რაღაცეები არის, რაც სახელმწიფოს ნიშანთვისება უნდა იყოს. კერძოდ მე პირადად რატო წავედი, რომ არც სადარაზოს წასვლა რამოდენები არსად ცხოვრება. ეს ელემენტარული უსაფრთხოება. უსაფრთხოება არის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, იმას თქვენ შეიძლება პრეზიდენტს დაეთანხმოთ იმაში, რომ სახელმწიფო არა, ძალიან ბევრი ხმა ძალიან გამარტიებულად გამოვიდა. მე ვთქვი უბრალოდ ის, რომ ამ შემთხვევაში ერთი მარტივი, ყველაზე მარტივი, მაგრამ საბაზო საკითხი იმას ვქენით მოიყვანე მაგალითად ხო რომ უბრალოდ ეს ელემენტარულია იმიტომ რომ არის რასაკვირველია სახელმწიფოს შემდგარი სახელმწიფო უამრავი ასპექტისგან და ინგრედიენტისგან და კომპონენტისგან შედგება მაგრამ ბაზა, იცით რა, აი სახლი რო დაალაგო, ხო უნდა კონდეს სახლი. ასევე იცით თუ თქვენ სახლი არ აქვს, მის დაალაგებას ვერ განახორციელებთ. ზოგი დიასახლისი ალაგებს ცუდად, ზოგი კარგად, მაგრამ სახლი უნდა კონდეს რო დაალაგო, ან ცუდად, ან კარგად. ამის თქმა მინდა ძალიან მარტივია. კიდევ ერთი უსაფრთხოებაში კონკრეტულად რას გულისხმობთ? ამ შემთხვევაში ბანალური მოქალაქის უსაფრთხოება, ფიზიკური უსაფრთხოება გულისხმობ, იმიტომ რომ მე იმ საქართველოს რომელშიც რომდენად წავედი 95 მეტრზე და შვილი წავიყვანე, უბრალოდ ფიზიკური უსაფრთხოების საკითხი ყოფნის საკითხი იყო. ქუჩაში რო გადიოდი, მე არ ვიძახი ახლა დღესაც ამაზე ვილაპარაკობ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ საიდან მოვდივართ, რომ გვახსოვდეს კარგად. კი ბატონო, ნუ არის რა თქმა უნდა, იცით რა არის სახელმწიფო აქვს თავისი ფუნქციები, ხო? ერთია რომ სახელმწიფო უნდა იცავდეს სოციალურ სამართლიანობას და მეორე ფუნქცია არის რომ მან უნდა დაიცვას ასევე სოციალურად სუსტები, ხო? სოციალურად სამართლიანობა და სოციალურად სუსტების დაცვა. მაგრამ დაუბრუნდები მე ისე პირველ შეკითხვას და აი რაც მაიას კითხეთ რომ ესე იგი რამდენად შედგა სახელმწიფო, ესე იგი ერთი ჩვენ როდესაც სახელმწიფოზე ვლაპარაკობთ, გულისხმობთ რეფორმაციას, ხო? და მეორე ვლაპარაკობთ დემოკრატიას. ხო? აი ამ კრიტერიუმების მიხედვით. სხვა შორის ვისთანაც მიყამათია ამ საკითხებზე, არიან ადამიანები, ვინც ამბობენ რომ რეფორმაცია მთავარია და ეს დემოკრატია მეორე ხარისხოვანია მაინც. ჩემთვის ძალიან ბევრი არის ასეთი, ვთქვათ, ასეთები არიან ადამიანები, ვინც ვთქვათ, აქვთ პოლიტიკური სიმპათიები ოპოზიციის მხრიდან, არიან ადამიანები, ვინც ვთქვათ, სახელისუფლებო პარტიას უყურებენ უფრო მეტი სიმპათიით. ჩემი აზრით, მე მაქვს და ასეთი ბევრია საქართველოში გარკვეული მიკერძოება, ხო? მე რადგან ვარ ადამიანის უფლებების დამცველი და ვარ სამოქალაქო აქტივისტი, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც სახელმწიფოზე ვლაპარაკობ, აქცენტი გავაკეთო, ჩემი პერსპექტივა არის ადამიანის უფლებების კუთხიდან. ანუ მე როდესაც ვაფასებ იგივე რეფორმებს, მე არ გამოვრიცხავ რეფორმაციას და დემოკრატიას. უფრო სწორად, აი ამ ორ კომპონენტს სახელმწიფოში, რეფორმაციას და დემოკრატიას განვიხილავ ურთიერთშემავსებელ და ურთიერთგანმაპირობებელ ფაქტორებად. ამიტომ მე მაქვს სერიოზული კითხვები დემოკრატიასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ხა მე არა ვარ ერთადერთი, არსებობენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც, რომლის ნაწილადაც ჩვენ განვიხილებით, ხო, რადგან ვართ საერთაშორისო საზოგადოებრივების წევრები, ვართ მიერთებული უამრავ კონვენციას, რომელიც ჩვენ სახელმწიფოს ავალდებულებს ადამიანის უფლებების დაცვას, ხო? და არის სერიოზული პრობლემები სწორედ დემოკრატიასთან დაკავშირებით, ხო? ვთქვათ, Freedom House-ი, რომელიც ითვლის დემოკრატიის მაჩვენებელს ქვეყნებში არის ბოლო დასკვნა, რაც გამოქვეყნდა, რომ შევარდნაძის შემდგომი პერიოდიდან დიდი ნახტომი და დიდი ზრდა დემოკრატიის თვალსაზრისით ქვეყანაში არ არის. ამიტომ ეს არის ჩემი პრობლემა და ვთქვათ, მე რომ მქონდეს საშუალება, რომ პრეზიდენტს დაუსვა კითხვები, ძირითადად ჩემი კითხვები იქნება სწორედ ადამიანის უფლებიდან გამომდინარე და დემოკრატიის ხარისხიდან გამომდინარე. რაც ახლა ქალბატონმა მაიამის საუბრა უსაფრთხოებიდან უსაფრთხოების საკითხებზე, თავისთავად უსაფრთხოებას გარკვეულწილად ადამიანის უფლებებზე უნებრივია. შესაბამისად, ახლა ლოგიკურად რომ იმსჯაო და დავასწრებთ, თქვენ მაინც და მაინც არ ეთანხმებით ქალბატონ მაიას იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კუთხით შეიძლება მიმსჯელოთ იმაზე, რომ სახელმწიფო შედგა? მაია ლაპარაკობდა თავის კონკრეტულ შემთხვევაზე, ხო? ესე იგი ის ამბობდა, რომ მას ჰქონდა
უსაფრთხოების პრობლემები იმ ქვეყანაში, საიდანაც წავიდა, ხო? ეხლა ვილაპარაკოთ იმ ადამიანების პერსპექტივიდან, ვისაც თქვათ ყავს პატიმარი, ხო? ვისაც აქვს რაღაცა პრობლემები კანონთან, ხო? აი ისინი როგორ აფასებენ? არის თუ არა უსაფრთხოების ხარისხი გაზრდილი იმ წლებიდან გამომდინარე, რომელზეც მაია საუბრობდა, ხო? ესეც ადამიანის უფლებებს უკავშირდება სხვა შორის. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ყველა ადამიანს აქვს უსაფრთხო ცხოვრების უფლება და ყველა ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება, აქ ჩვენ გულისხმობთ არა ადამიანს ზოგადად რაღაც ისეთ მონოლითურ ცნებას, ხო? არამედ ჩვენ გულისხმობთ კონკრეტულ ადამიანს და მათ შორის იმ ადამიანებსაც, ვინც პატიმრები არიან. ანუ ვისაც აქვთ რაღაცა კონფლიქტი კანონთან მიმართებაში, ხო? ამიტომ თუ ამ პერსპექტივიდან წავიკითხავთ იმას, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, სერიოზული პრობლემები ჩნდება და ეს პრობლემები ბუნებრივად დაკავშირებულია იმასთან, რაზეც ვილაპარაკებთ, რომ სახელმწიფოს აქვს, სახელმწიფოებრიობას აქვს ზოგადად პრობლემა. გასაგებია, კაპიტან მაია, დემოკრატიასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვის ნიშნები აქვს კაპიტან ლელა. სწორედ ამიტომ ასეთ თავისუფლად ვერ იტყოდა კაპიტან ლელა, რომ ამ კონტექსტში, ამ კუთხით სახელმწიფო შედგა თუნდაც უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე. თქვენ არ გაქვთ სერიოზული კითხვები დემოკრატიასთან დაკავშირებით ქვეყანაში. ვარდების რევოლუციის შემდეგ. ახლა თქვენ უკვე თეა მიეცით ფორმულირება ამას ესეთი, რომ აი თქვენ გაქვთ კითხვები, მე კითხვები რასაკვირველია მაქვს, იმიტომ რომ მე ვეთანხმები მიუხედავად იმისა, რომ ახლა სხვადასხვა ბევრ რამეში სხვადასხვა პოზიციაზე დგევართ, ხო? აი რაში გითხარით? არა, აქ მე მივალთ აქამდე, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ მთელი აი ეს 5 წუთი თუ 10 წუთი რაც ჩვენ საუბრობთ, ну ახლა მე ვიცნობთ ალბათ რომ მე ტყუილად არავის დავეთანხმები და ახლა რასაც მელელას უსმენ აი ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არაფერში მე მასთან წინააღმდეგობაში ვერ ვგზნობ, იმიტომ რომ რასაკვირველია ადამიანის უფლებები ეს არის გლობალური ცნება და ის მოიცავს არა მხოლოდ ფიზიკურ პირს, რომ მე როგორც ხედავ ლევან კარგად გაიგო რა ვთქვით, რომ აქ რასაკვირველია მარტო ჩემი ფიზიკური უსაფრთხოება არ იყო, მოქალაქეების, ჩვეულებრივი მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხი იდგა, ხო, დაუშვათ იმ 90-იან წლებში, მაგრამ ეს არ არის მარტო ადამიანთა უფლებები არ შეიძლება მარტო თავისუფალ მოქალაქეთა უფლებებს, ამდენად აბსოლუტურად ნორმალური და მართლზომიერი და ყველა კუთხიდან სწორია ის, როდესაც ლელა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ თავისუფალი მოქალაქეების გარდა ფიზიკურად თავისუფლება იგულისხმება ამ შემთხვევაში არსებობენ პატიმრები, რომელთაც ისეთივე უფლებები აქვთ შემდგარ სახელმწიფოში, რაც აქვს სიხის გარეთ და ამაზე არ შეიძლება მე მოგონი გამადი მე გეთანხმები და ყველა ის შემთხვევა, როდესაც ახლა ლელა არის პროფესიონალი, თავის უფლებადამცველია და ჩემზე მეტი ინფორმაციაც აქვს. მე მეც გეტყვით, ყველა ის შემთხვევა, რომელსაც სამოქალაქო ორგანიზაციები თუ არასამთავრობოები თუ ვინც იქნება გესმით, ყველა ის შემთხვევები, რაც არის აღნუსხული და რეალურად დადასტურებული ფაქტები პატიმრების მიმართ, ამ შემთხვევაში რახან ჩვენ პატიმრებს საუბრობთ, პატიმრების მიმართ გინდაც წვრილმანი უსამართლობიდან დაწყებული რაღაცაში დამთავრებული იმით, რომ მით უმეტეს ან წამების ფაქტები თუ არსებობს, ან მით უმეტეს თუ არსებობს ესეთი ამაზე შეუბრალებლად დამცველის მოხსენებაში. ამას შეუბრალებელი ბრძოლა უნდა გამოუცხადოთ და აქ მე მგონი არ არსებობს პოზიცია და ოპოზიცია, არ შეიძლება, თუ ელემენტარული ჰუმანური არსებობს რაღაცა. როგორ უნდა გამოუცხადოთ შეუბრალებელი ბრძოლა? არა, შეუბრალებელი იმით, რომ ხო გეუბნებით, აი ეს ფაქტები რომ თუ არსებობს, აღინუსხა და ჩვენ გვაქვს ეს ფაქტები, ყველა უნდა ავიმაღლოთ, მე პირადად ამას ვამბობ. სახალხო დამცველის მოხსენებაში ეს ძალიან ბევრჯერ მოხდა ასეთი ფაქტები გასული წლის ამაზე ორი აზრი შეიძლება იყოს. არ მომხდარა არც ერთ ფაქტზე რეაგირება. მე რამდენადაც ვიცი კაპიტანელება თქვენ რეაგირება ძალიან რთულია საერთოდ, სახალხო დამცველიც ახლა ბოლო ანგარიში რაც მე მაქვს წაკითხული, ყველაო სახალხო დამცველის ყველა ანგარიში მაქვს წაკითხული, ამიტომ რაღაცნაირი შედარება შემიძლია. იცით რა, რო ავიღოთ თქვათ შევარდნაძის პერიოდი, თვითონ სახალხო დამცველებსაც შევადარებდი ერთმანეთს სხვათა შორის. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, სამოქალაქო საზოგადოებრივ
დაბასთან კავშირით ხარისხი ყველაზე მაღალი იყო პირველი ომბუდსმენის შემთხვევაში. ეს იყო დავით სალარიძე. პირველი არა, ეს არის შევარდნაძის პერიოდი 97 წლიდან არსებობს სახალხო დამცველის ოფისი და ანგარიშებსაც თუ შევხედავთ, თქვათ და შევადარებთ ერთმანეთს, უფლებების ჩამონათვალის თვალსაზრისით ის პირველი ანგარიშები ბევრად უფრო მრავალფეროვანი იყო, ვიდრე ყველა შემდეგი სახალხო დამცველისა. ეს პარადოქსი ნამდვილად არის. არ ვიცი რისი ბრალია. ყოველ შემთხვევაში ეს ჩვენ დემოკრატიასთანაც შეგვიძლია დავაკავშიროთ და არის კიდე ერთი პარადოქსი, რომელზეც მე რამდენიმე ინტერვიუში თქვი, რომ სახალხო დამცველების ამ პოსტზე არსებობის წლები რო დავთვალოთ, ისინი ბევრად ჩამორჩება სახალხო დამცველის ფუნქციის შემსრულებელი ადამიანების წლებს. ესე იგი, ამ პოსტზე უფრო დიდხანს იყვნენ მოვალეობის შემსრულებლები, ვიდრე თვითონ სახალხო დამცველები. ესეც გვაქვს. აი, შენ ამბობ ამას, ხო? აი, გენდობის სიტყვაზე, მაგრამ რეალურად ის რომ დაუშვათ მაშინ ხარისხი კომუნიკაციის ამაზე ვილაპარაკე, ხო? უფრო მაღალი იყო და მეტი საშუალებები ჰქონდათ, პარადოქსია თვითონ ამბობ. რეალურად ამით რამე შედეგი იყო? ანუ თქვენ ამით რისი თვითონ რომ ის როგორ ვაკები მეტი იყო ამბობს ლელა. აქ შეიძლება ბევრი ფაქტორი იყოს. ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება იყოს ის, რომ ახალი გახსნილი იყო ოფისი. ბუნებრივია თვითონ ოფისმაც ბევრი რამე ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით არ იცოდა და ხშირად ეკითხებოდა არასამთავრობო სექტორს ამის შესახებ, იმიტომ რომ გარკვეული ანგარიშვალდებულება ჰქონდა, ანგარიშები უნდა წარედგინა პარლამენტთან და ეს კომუნიკაცია იყო ძალიან ინტენსიური, მე მახსოვს. მაგრამ აი იგივე ჩემი როგორც უფლებადამცველის ამ ოფისში მოხვედრის სიხშირე რო დავთვალო, ბევრად ხშირი იყო პირველი ომბუდსმენის შემთხვევაში ვიდრე შემდეგ. არის რაღაც ამაში, აი ხო ძალიან რთული არის მიფიქრია ამაზე, რომ ნამდვილად ასე იყო, მაგრამ ნუ მიზეზები რომ ვიპოვოთ, რაღაც უფრო მეტ დაფიქრებას მოითხოვს. აი თითქოს არასამთავრობო სექტორი მოსწყდა ზოგადად პოლიტიკას. ის რაღაც ცალკე აკეთებს საქმეს, უფრო ორიენტირებულია სოციალურ პრობლემებზე. თვითონ პრობლემებიც გაიზარდა თითქოს მოცულობით, არა, რაოდენობა ამ პრობლემებისა და ამან ალბათ განაპირობა ის, რომ რაღაც ოფისი ცალკე მუშაობს და არასამთავრობო სექტორი ცალკე. ჩვენ მაინც უნდა დაუბრუნდეთ პრეზიდენტის ხვალინდელ გამოსვლას და მოლოდინს ამ გამოსვლიდან და შეჯამებას მთელი როგორც აღნიშნეთ, მისი საპრეზიდენტო მოღვაწეობის. გადაცემაში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ გადავინაცვლებთ უკვე კონკრეტულ საკითხებზე. დემოკრატია ახსენა ქალბატონ ლელამ და მოიყვანა Freedom House-ის ესე რომ ვთქვათ, ანგარიში, მასთან დაკავშირებით რამდენად დიდი სხვაობა რევოლუციამდელ და რევოლუციის შემდეგ ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ვინ როგორ შეაფასებს ამ მდგომარეობას, ჩვენი გადაცემის სტუმრები, ამაზე ვისაუბროთ. გადაცემის მეორე ნაწილში რეკლამა და რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ლელა გაფრინდაშვილი, მაია ორჯონიკიძე არიან ჩვენი გადაცემის სტუმრები. ხვალ პრეზიდენტს აქვს წლიური ანგარიში, რომელსაც ის აბარებს ყოველწლიურად საკანონმდებლო ორგანოს. რადგანაც ეს იქნება ბოლო ანგარიში 2008 წლის მოწვევის პარლამენტის წინაშე, არის ვარაუდი, ქალბატონ ლელა გამოთქვამს ამ ვარაუდს, რომ ეს იქნება ერთგვარი შემაჯამებელი ანგარიში, რომელსაც ის საკანონმდებლო ორგანოს ჩააბარებს, არა მარტო ერთი წლის, არამედ მისი საპრეზიდენტო მოღვაწეობის. ქალბატონ მაია, როგორ შეაფასებდით? მოდით ესე ზოგადად გითხავთ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობას. ასე ზოგადად გლობალურად დადებითად გასაგები ქალბატონი თქვენ? იცით რა არის ახლა ეპითეტები, რაღაც სხვა კითხვას ველოდი. სხვა კითხვას ველოდი. ჯერ ესე შევაფასებ და შემდეგ დავკონკრეტებ. იცით რა არის, ერთი სიტყვით ვერ შევაფასებდი და აი სწორედ ხვალინდელი ახლა შეცდომები იცით რა არის 7 ნოემბერი 26 მაისი ეს არის რაც მე პირველ ყოვლისა გამახსენდება ამ ადამიანთან მიმართებაში და ცხადია აგვისტოს ომიც ახლა
დებატი იმასთან დაკავშირებით, რომ აი ვთქვათ, ვინ დაიწყო, სად დაიწყო, ამაზე არსებობს დასკვნები ხო, მათ შორის სტალინის კომისიის დასკვნაც, რომელიც მე წაკითხული მაქვს. ასევე 26 მაისთან, 7 ნოემბერთან მიმართებაში ხა მე არა ვარ ადამიანი, რომელმაც ტელევიზორში ნახა ეს ყველაფერი, მე ორივე პროტესტში მონაწილეობდი. ადამიანის უფლებებს უკავშირდება ეს ყველაფერი, როგორც ერთი აქცია, ასევე მეორე და გამოხატვის თავისუფლებას. თუ უბრალოდ როგორც მონიტორინგს ახორციელებდი, თუ უბრალოდ როგორც მე მონაწილე მოქალაქე ვარ, ჯერ ერთი ჩემი სტატუსი როგორც სამოქალაქო აქტივისტის მავალდებულებს, რომ ამ ტიპის პროტესტებში, სადაც შეიძლება მოხდეს ძალადობა, მე უნდა მონაწილეობდე, ანუ დამკვირვებლის სტატუსით, ეხლა მე იქ არ ვიყავი, როგორც რომელიმე პოლიტიკური პარტიის მომხრე, ხო, როგორც სამოქალაქო აქტივისტი მონაწილეობდი. და ყველა იმ ადამიანს, რომელიც მოღვაწეობს არასამთავრობო სექტორში, თავისი სტატუსი ავალდებულებს, რომ ამ ტიპის პროტესტებში როგორც დამკვირვებელი ამ პროცესზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოსალოდნელია ძალადობა, ისინი იქ იყვნენ. ეხლა რაც ეხება აი თქვენს კითხვას იმასთან დაკავშირებით დადებითად თუ არ ყოფითად, ბუნებრივია მე პრეზიდენტისგანაც ველოდები ამ ორი მოვლენის შეფასებას. ხო, აი როგორ აფასებს ის თვითონ და მაქვს მოლოდინი, რომ მაინც შეეხება ამ პროტესტებს. ეხლა დარწმუნებული არა ვარ, მაგრამ როდესაც ის ილაპარაკებს ადამიანის უფლებებზე, მე ვერ წარმომიდგენია, რომ როგორ არ შეიძლება ილაპარაკოს 7 ნოემბერზე და 26 მაისზე. 26 მაისში თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მოხსენებაში მოხვდა. ეს იქნებოდა რეპორტერების საზღვრებს გარეშე წლიური ანგარიში, იქნებოდა Human Rights Watch-ის დასკვნა, ყველა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიში, სადაც იყო კრიტიკა და არსად ამ შემთხვევაში სხვადასხვა გაეროს წარმომადგენელი როცა ბრძანდებოდა საქართველოში წინასწარი მოხსენება, სპეციალური მოხსენებები. კი ბატონო, ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი წერტილი იყო სწორედ 26 მაისი. რადგანაც ეს არის წლიური მოხსენება, რასელით ქაბატონმა რომ ამაზე გაკეთდეს აქცენტი? პრეზიდენტის მხრიდან თუ არ ელოდებით, რომ ამაზე გაამახვილებს ყურადღებას პრეზიდენტი? იცით რა, მე მინდა რომ მე ვთქვა, იმიტომ რომ ალბათ იმიტომ ვარ მოწვეული, რომ კი ბატონო. მე რას ველოდები, იმიტომ რომ ხა ცოტა გააკრიტიკებდით ცოტა ამის გამო, მეტრაჟიც არასთანაბრად განაწილებული მიხედვით ზერულები. ძალიან მოკლედ მიპასუხეთ თქვენ პრეზიდენტთან დაკავშირებით. ერთი სიტყვითო, ხა ერთი არა, ერთი სიტყვით არა, ზოგადად მეთქი გითხარით. არა, მე ესე გავიგრო ერთი დადებითად თუ არ ყოფითად და მე ღიმილით გითხარით ერთ სიტყვა და იქაც დამთავრდა ჩემი საუბარი და ხა თუ გნება კარგი, ეხლა ძალიან მართოდ ჩემ დროს ვუთმობ. არა, მე ჩემი დრო მინდა ლელა, როგორ გეკადრება შენი დრო ნამდვილად არ მინდა. სხვისი არასდროს არ ფიარნი, თუნდაც კი ბატონო, გისმენთ, გავიგე. მე მინდა გითხრათ, არა კითხვა პასუხის რეჟიმში ამ შემთხვევაში, არამედ ზუსტად ისე, როგორც ამ შემთხვევაში ლელა მისაუბრა, ჩემთვის რა არის პრიორიტეტული, მე რა მაინტერესებს ბატონი პრეზიდენტისგან. მე მაქვს რასაკვირველია, როგორც ყველა მოქალაქეს, ჩემი საკუთარი მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით და ყველაზე ჩემთვის, რაც არის ყველაზე მთავარი ამ ეტაპზე, აი ეს თემები იქნება და ჩამოვთვლი ახლა ამ თემებს. ეს თემები არის პირველ ყოვლისა სოციალური ბერკეტების, სოციალური დახმარების ბერკეტები და საერთოდ ეს დახმარებაც ცოტა ისე დამამცირებლად ჟღერს, იცით სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ ჩვენ ყავს ვეტერანები, ჩვენ ყავს ინვალიდები. პირველ ყოვლისა ჩემთვის აი ერთ-ერთი მთავარი თემა ეს არის ინვალიდები, ვეტერანები, ადამიანები, რომლებმაც სისხლიღვარეს თავის სამშობლოსთვის აფხაზეთის ომში, თუნდაც აი ახლა ამ ბოლო ომში და მათ ისინი მესმის ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ყველას რომ სახელმწიფო ჩვენ არ აგვაქვს ახლა ის საშუალებები რაც შეიძლება ქონდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს ან რიგ ევროპის ქვეყნებს, მაგრამ მიუხედავად ამისა სახელმწიფოს ერთი კაი გამოთქმა მახსენდება ამაზე რომ სახელმწიფო თუ გინდა გაიგო უნდა ნახოს სამი ინსტიტუცია ჯარი, ესე იგი სავატყოფო და ფსიქიატრიული. ანუ ხო ხვდებით ხა ჯარი ამ შემთხვევაში ესეთი ძალოვანი ინსტიტუცია და აი სუსტი ან შეიძლება სუსტი არა, მაგრამ სამშობლოს ვალში, სამშობლო ვალშია ამ ხალხის წინაშე. ანუ სუსტი არის ინვალიდი, ვეტერანების წინაშე ჩვენი ქვეყანა ვალშია. ამ ხალხს სასაცილო პენსიები აქვთ უბრალოდ, არაადეკვატური.
და ის რომ სახელმწიფო პრობლემებია თუ გახსოვთ ხმაურიანი აქცია იყო წლის დასაწყისში 2011 წლის დასაწყისში საკმაოდ ხმაურიანი დაიწყო სწორედ ვეტერანების აქციასთან დაკავშირებით ჩვენ მაშინ გვახსოვს ეს აქცია საკმაოდ უხეშად იყო დარბეული გვერდთან მოედანზე ხდებოდა ეს ყველაფერი აქედან გამომდინარე შეგვიძლია 2011 წლის დასაწყისზე გეუბნებით მე მგონი გახსოვთ ეს აქციები თუ არა მე კარგად არ მახსოვს ეს კონკრეტული აქცია დასაწყისი თუ 26 2011 წლის იანვარში იანვრის ხო მე მგონი 26 მაისთან არა 26 მაისთან დაკავშირებით არ ვსაუბრობ დავამთავრებ თუ შეიძლება ხელისუფლების დამოკიდებულება მაშინ არ გამოჩნდა ვეტერანების მიმართ მე მაგ აქციას სხვათა შორის ბუნდოვნად მახსოვს იმიტომ რომ რაღაცა პრობლემა მქონდა მე აღარ მახსოვს ალბათ ვიყავი მე მგონი იმ პერიოდში და არ მახსოვს ეგ ზუსტად ამიტომ ამაზე ვერ ვისაუბრებ თუმცა მე აქციის გარეშე მინდა ვთქვა რომ სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი კრიტერიუმი ისიც არის თუ როგორ ექცევა ის სახელმწიფო და ხელისუფლება თავის მოქალაქეებს ამ შემთხვევაში გამორჩეულ მოქალაქეებს რომელთაც ჭირდებათ და რომელთ ვიმეორებ რომელთა წინაშე სახელმწიფო ვალშია ვეტერანების წინაშე დაობლებული ან მარჩენალ დაკარგული ვეტერანების რომლებიც დაიღუპნენ ადამიანებს დაიღუპნენ და მათი ოჯახის წევრები რომელთა ასევე ვალშია საქართველოს ეს ერთი მომენტი მთავარი ეს ვეტერანები იმიტომ რომ მე მაგალითად მეგობარი მყავს ასეთი სადაღარღვარა სისხლი და რაღაც კაპიკები, ნუ ეს უხერხულია, სისცხვილია ეს. გამოიძებნოს თანხები, აუცილებლად და არა ისეთი რომ აი გადაუგდო, არა რომ მინიმალურად ღირსეული ხო არსებობს, მინიმალური შიც არის იქ დიფერენცირება, მინიმალურად ღირსეული და არა სამარცხვინოდ ღირსეული. გარდა ამისა, მე მაქვს კითხვები კი არა, მე მაქვს დიდი სურვილი და რა ვიცი პრეტენზია, ხა სიტყვა პრეტენზია არ მიყვარს, თორე კი ბატონო პრეტენზია დაარქვით, რომ ჩვენში ბიზნესს უნდა მეტი ხელშეწყობა, მე ესე ვთვლი. ბიზნესი უნდა იყოს საწარმოები, რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, ეხლა რასაკვირველია ბევრი რამე კეთდება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი და არ ხდება ამისი ძირეული მიზეზების კვლევა, როგორც ჩანს. რატომ არ არის ეს სისტემი აკრეფილი, რატომ არ არის ეს გარდა ამისა, მე მაქვს ესეთი, ასე ვთქვათ, არ ვეთანხმები ჩემი პირადი აზრია ეს, რასაკვირველია, როგორც ყველაფერი, იმაში, რომ აი წინა მოხსენებაზე, როდესაც პარლამენტში გამოვიდა ბატონი პრეზიდენტი მან თქვა რომ აქვს ესე იგი პრიორიტეტული არის სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. თავისთავად ახლა სოფლის მეურნეობას და ტურიზმს რა ჯობია ხა უნდა გქონდეს ჩვენ პროდუქტი და ჯობია მეტი გქონდეს რომ გავიტანოთ ვიდრე შემოგქონდეს. როცა გვაქვს ჩვენ მიწა გვაქვს ესეთი არაჩვეულებრივი, როცა მარნეულის პამიდორს ვერ შეედრება თურქეთის პამიდორი, ყველამ კარგად ვიცით ხო? მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ რასაკვირველია სოფლის მეურნეობას მიხედვა უნდა, მაგრამ ეხლა მე ეკონომისტი არ ვარ, მაგრამ რაღაცას მე ხო ვკითხულობ და ყველა ის ვინც ერკვევა კარგად ამ საკითხში და დღევანდელი თანამედროვე დასავლური მოწინავე, ასე ვთქვათ, დასავლური ქვეყნების გამოცდილებიდან ძალიან კარგად ჩანს, სტატისტიკიდან ჩანს და ლელა მიცის ჩვენია სტატისტიკა და ახლა ადამიანთა უფლებებს არ ეხება, მაგრამ დარწმუნებული რომ ეს ინფორმაცია მას აქვს, რომ თანამედროვე ჩვენ თუ ვიღწვით თანამედროვე დასავლური ქვეყნები არის ჩვენთვის სტანდარტი, ხო? იქ არავითარ შემთხვევაში ესეთი ის არ არსებობს. იქ არის სტატისტიკა ასეა განაწილებული. არის სადღაც 1-დან უკეთეს შემთხვევაში 2%-მდე არის დაკავებული მოსახლეობის სოფლის მეურნეობაში, ძირითადი მოსახლეობის რაოდენობა არის დაკავებული და ძირითადი რაოდენობა არის დაკავებული მომსახურების სფეროში. ეს ძალიან ფართო ხდება, იქ მომსახურების სფერო არ არის, ბატონო. ანუ რას ვიძახი, რომ ეს ეკონომიკის რეალურად ხა ჩვენში მე გადავხედე სტატისტიკას, სადღაც 43 თუ 47%-ია დაკავებული დღესდღეობით სოფლის მეურნეობაში და ჩვენ ვერ ვარ წარმოებთ იმის, არ ვიცი, მე-10-საც კი, რასაც დაუშვათ ამერიკის შეერთებულ შტატებში 1% აწარმოებს. ჩვენ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობა თანამედროვეობას არ ქონდა გამოცხადებული ეს პრიორიტეტულ დარგად, მხოლოდ შარშან გასულ წელს პრეზიდენტმა სწორედ წლიური მოხსენების დროს პარლამენტში განაცხადა, რომ უნდა იქცეს სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულ დარგად, 150 მილიონი ლარის შესახებ განაცხადა მან, რომ უნდა ჩაიდოს ბიუჯეტში, მაგრამ დღესაც ამ ბიუჯეტის პარამეტრების მიხედვით ბიუჯეტში მხოლოდ 100 მილიონი ლარი არის, 150 მილიონი ლარი არ
არ ჩანს ჯერჯერობით და რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, ჩვენ ვნახეთ ერთ-ერთი პროექტი ჰიბრიდულ სიმინდებთან დაკავშირებით, რომელიც არ შეიძლება ესე რომ ვთქვათ, ერთხმად რო ვაღიაროთ, რომ ის არის წარმატებული პროექტი. ყოველ შემთხვევაში საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი და ოპოზიცია აღიარებენ, რომ ეს არ იყო წარმატებული პროექტი და ჰიბრიდული სიმინდით მოწეული მოსავლის ექსპორტზე გატანა ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. ამიტომ მე არ ვიცი, რამდენად შეიძლება ეს დაპირება ჩაითვალოს. თუ კი მივედით დაპირებებზე და მივედით იმის განხილვაზე, ამ წლის განმავლობაში რა გაკეთდა ის, რითაც შეიძლება ხელისუფლება მიამაყოს ამ პრეზიდენტმა. შეგიძლიათ ესეთი რამე გამოყოთ, ქაბატონი ლელა? ნუ ახლა იცით რა არის, რასაც ვისმენთ, რასაც ვკითხულობთ, თქვათ, სხვა შორის არის ასეთი პარადოქსიც, რომ ის რასაც ვისმენთ და ვკითხულობთ, ზოგჯერ ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც ხდება რეალობაში, ხო? ეხლა ჩვენ ყველას რადგან საქართველოს აგრარული ქვეყანაა მაინც და ჩვენ ყველანი სოფლიდან ვართ წარმოშვებით, ხო, რაღაცა კავშირი გვაქვს სოფელთან, მე ძალიან ინტენსიური კავშირი მაქვს სოფელთან. რასაც ვაკვირდები მე, სოფელი არის გაღარიბებული ფაქტიურად, ხო? აი პოსტსაბჭოთა პერიოდის შემდეგ პრინციპში სოფელში არც არაფერი შეცვლილა. ერთ-ერთი რაც შეიცვალა, ვთქვათ, ოჯახიდან სოფელში შეიძლება თუ ადრე მხოლოდ ქალაქში მიგრირებდა урბანული პროცესის გამო, ხო? ეხლა შეიძლება, ვთქვათ, იყოს წასული საბერძნეთში, ან სადღაც ევროპაში, ან რუსეთში შემოსავლისთვის. არ იყო ესეთი დიდი მიგრაცია სოფლებიდან, უფრო ქალაქში ჩამოდიოდნენ, ვიდრე, ვთქვათ, გადიოდნენ ქვეყნის გარეთ. და ამიტომ სოფელი არსებობს ძირითადად დღეს აი ამ მიგრანტების მიერ გამოგზავნილი ფულით, ან ქალაქში ჩამოსული ოჯახის წევრის ფულით, მაგრამ სოფელი არ არსებობს მის მიერ წარმოებული პროდუქტისგან გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით, რაც პარადოქსულია ჩვენც, იმიტომ რომ მე ვთქვათ, კარგად ვიცნობ ამავე დროს მე-19 საუკუნეს და გამოდიოდა მე-19 საუკუნეში ესეთი გაზეთი მეურნე. რომელიც აბსოლუტურად ზუსტად ასახავდა ყველა რეგიონის შესაძლებლობებს. თქვათ, არის ჩვენ გვაქვს რეგიონები, რომელიც მცირემიწიანია და ეხლა დიდ პროდუქტებს იქ ვერ აწარმოებენ, მაგრამ არის მეცხოველეობა ჩვენი რეგიონების უმრავლესობაში მეცხოველეობა კარგად განვითარებული. მე მისაუბრია გლეხებთან და ვთქვათ, ყველა გლეხს აქვს მოთხოვნილება, რომ იგივე რძე, ვთქვათ, ან ყველი, რომელსაც ისინი აწარმოებდნენ, შეეძლოთ, რომ გაყიდონ. რაღაც. ეხლა მიდის ესეთი პროცესი, ვთქვათ, რომ მათ ურჩევნიათ გაცვალონ რაღაც სხვა პროდუქტზე, იმიტომ რომ არ აქვთ საშუალება, რომ ჩამოვიდნენ ინდუსტრიულ რეგიონულ ცენტრებში, ანუ ვთქვათ, თბილისში, სადაც ყველაზე მაღალი შეიძლება არ არის, მაგრამ უფრო სწრაფად შეუძლიათ გაყიდონ ეს პროდუქტი, ვიდრე ვთქვათ, უფრო ახლო მდებარე რეგიონთან. ამ სფეროსთან დაკავშირებით წარმატებას ვერ მივიღეთ. არ ხდება შესწავლა, აი იცი თავარი პრობლემა ეს არის დეფიციტი კომუნიკაციის ხელისუფლებასა და ხალხს შორის. აი ეს კომუნიკაცია რაღაცნაირად გაშუალებულია ან მედიით, ვთქვათ, ან არჩევნებით. აი არჩევნებიდან არჩევნებამდე ეს კომუნიკაცია ხალხსა და ხელისუფლებას შორის არის ძალიან სუსტი. გასაგებია, გადაცემაში რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ დავუბრუნდეთ და იმ თავარ საკითხს დავუბრუნდეთ, რომელზედაც მე გადაცემის დასაწყისში ვისაუბრე და მაინტერესებს ჩემი სტუმრების აზრი. არის თუ არა მოლოდინი, თუნდაც ჩემი სტუმრებისგან, რომ პრეზიდენტი ხვალ გააკეთებს გარკვეულწილად რაიმე სახის განცხადებას მაინც რას აპირებს ის თავის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით. რეკლამა და რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ლელა გაფრინდაშვილი, მაია ორჯონიკიძე არიან ჩვენი გადაცემის სტუმრები. ქალბატონ მაია, თქვენგან მაინტერესებს მიიღო კითხვაზე პასუხი. გაქვთ თუ არა ინტერესი გაიგოთ? აპირებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი პრემიერებას? დასაკვირველია. და რას ფიქრობთ ამ საკითხზე? რა უნდა ვიფიქრო? მე კი არ უნდა ვიფიქრო. თქვენ ხართ მოქალაქე, შესაბამისად თქვენი აზრი გაგაჩნიათ, ხო? ის უნდა დაიწყოს თუ არა? მე ამის შესახებ დავწერე ჯერ კიდე ლიბერალის კორესპონდენტი დამიკავშირდა და მაშინ ზუსტად მთხოვა ინტერვიუ და ეს დაიბეჭდა 1 წლის წინამდე, 1 წელი გავიდა კი ლიბერალში დაიბეჭდა ზუსტად ამაზე იყო ჩემი ინტერვიუ, რომ რას ვფიქრობდი ამის თაობაზე, იქ დეტალურად დავწერე. რახან ჩვენ ცოტა დრო გვაქვს, მე შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ კანონი
ვერ დაუგზავნავს ვერც მიხეილ სააკაშვილს და ვერც ვერავის და ამ შემთხვევაში პრეზიდენტს ვერ აუგზავნავს და არ უგზავნავს პრემიერ-მინისტრის პოსტზე იყოს პრემიერ-მინისტრი. იყოს პრემიერ-მინისტრი, უფრო სწორედ. ხო და დანარჩენი ახლა რა არა, მე მაინტერესებს თქვენი აზრი. თქვენ მიემხრობოდით თუ არა ის რომ იყოს პრემიერ-მინისტრი ამ მოსაზრებას? ემხრობით? იცით რა, მე ვერ გეტყვით ამ წუთას მემხრობი თუ არა, იმიტომ რომ პოლიტიკა არის ყველაზე არაპროგნოზირებადი სფერო. დღეს ფაქტიურად ძალიან დიდი დროა. დღეს ეს ამდენი ხანი დარჩა, ერთ წელიწადზე მეტია, ხო მართალია რა? წელიწად ნახევარი ამ დრომდე. და წელიწად ნახევარში შეიძლება უამრავი რამე შეიცვალოს. დღევანდელი გადასახედიდან ძალიან ძნელია ამაზე გიპასუხოთ. მე ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, რომ მას კანონი ისევე როგორც ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს არ აუგზავნოს და ვერ აუგზავნოს. კი ბატონო, ეს კი გასაგებია რომ კანონი არ უგზავნოს, მაგრამ დემოკრატიული პროცესის განვითარებისთვის რამდენად სასარგებლოა რომ ერთი და იგივე ლიდერი წლების განმავლობაში იყოს ხელისუფლების, მოდით ასე ვთქვათ, ცენტრალურ თანამდებობაზე, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით რომ კონსტიტუციის მას შემდეგაც ამოქმედება ცვლილებები კონსტიტუციაში, მთავარი ფიგურა ამ კონსტიტუციის მიხედვით ხდება პრემიერ-მინისტრი. ასეა კი. სასარგებლოა ეს ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის? მე რეცეპტებს არ ვიძლევთ. მე შემიძლია მხოლოდ ის თქვა, რომ ერთ წლინახევრის შემდეგ, როდესაც დადგება კონკრეტული დრო და იქ შეიძლება 1000 რამე შეიცვალოს, პოლიტიკური გადანაწილებები მოხდეს, გადაჯგუფებები მოხდეს, ახალი პიროვნება გამოჩნდეს, იქნება ხდება ეს ახალი პიროვნება, რომელიც უკეთესად წარმართავს. ნუ ყოველ შემთხვევაში საპარლამენტო არჩევნები საინტერესოა, თქვენ იქნება ის პირველი ნომერი ნაციონალური. ამიტომ ვილაპარაკოთ მე ამაზე ერთ ნიშნულ პასუხს ვაგაცნობ. არა, თქვენ ხო ხართ ოპოზიციური პარტიის წევრი? იცი რა, მოდით ეს ვილაპარაკოთ. მე პარტიის სახელით არა, მე პარტიის სახელით აღარ მინდა ლაპარაკი, იმიტომ რომ მე ამ შემთხვევაში ჩემი პარტიის სახელით არ ლაპარაკობ, მე ლაპარაკობ ჩემი სახელით. არა, იმიტომ რომ ასეა. კარგი ხანია ახლა ეს პრინციპში, ნუ ჩვენი პარტია, ასე ვთქვათ. ამ შემთხვევაში ასე ვამჯობინებ. თქვენ ხართ პარტიაში თუ არა? ნუ კი, ნომინალურად ვარ. და არ ემთხოვა რიგი საკითხები? არა, მე არ ვამბობ, პირადად ჩემი და გიას პოზიციები პრაქტიკულად, რა ვიცი. ემთხოვა. ყველაფერზე ემთხოვა. პრაქტიკულად კი, მაგრამ მე არ მინდა პარტიის სახელით ვილაპარაკობ და მე არ ვიცი შეიძლება პარტიის კიდე რაღაცა განსხვავებული აზრი აქვს და მე ახლა პარტიამდეც მოვდიოდი თქვენთან და პარტიის შემდეგაც გასაგებია, ანუ კანონი თუ არ ირღვევა პრობლემას არ აი მე ასე ფორმულას გავუკეთებ. კანონი თუ აძლევს მიხეილ სააკაშვილს უფლებას რომ იყოს პრემიერ-მინისტრი, ესაც წმინდა ფორმალური მხარეა, ხო, სხვა რამდენიმე მხარეა ამ საკითხს. ფორმალური მხრიდან რომ მიუდგეთ, კანონი ვერ აუგზავნოს მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს გახდეს პრემიერ-მინისტრი წელიწად ნახევრის შემდეგ, ხო? ვერ აუგზავნოს. ახლა ეს ერთი სფეროა. ეს ობიექტური. ახლა თქვენ მეკითხებით სუბიექტურს, ჩემი მოსაზრება, აი თავისთავად ამის წინააღმდეგი და მომხრე, ეს ამ შემთხვევაში არარელევანტური სიტყვებია, იმიტომ რომ ყველაფერი დამოკიდებულია იმ რასკლაც რო ეძახიან უკაცრავად ოკუპანტის სიტუაციის აბა რასაკვირი რა მდგომარეობა იქნება წელიწად ნახევარში არ ვიცი თორე თავისთავად ეხლა რომ რაზე ლაპარაკი ანუ მიხეილ სააკაშვილის პიროვნული ფაქტორი განაპირობებს მდგომარეობის როგორ გითხრათ, ტყუიას რო ჩაასხავ ყალიბში და გაქავდება. დემოკრატია არის დინამიური პროცესი, რომელიც აბსოლუტურად აი ნებისმიერ დინამიური პროცესი რო აქედან გამომდინარე გეკითხები. დასაკვირველია დინამიური პროცესი. გასაგებია, ქალბატონო, თქვენი აზრი როგორია? იმიტომ მე პრინციპში უფრო სხვა ადამიანს ვისურვებდი პრემიერ-მინისტრად. და პრეზიდენტად საქართველოში არა კანონის მიხედვით არც მე არ მიგძალავს კანონი და მინდა პრემიერ-მინისტრობა თქვენს გინდათ? კი ხო და რა მინდა არა მე მინდა თვითონ რომ ვიყო პრემიერ-მინისტრი შენ გინდა კი ხო და კანონის მიხედვით არანაირი წინააღმდეგობა არ მაქვს უნდა მოვიდე რა შეიძლება პარტია გავაკეთო შეიძლება სხვა გზა მომძებნო ხო ყველას აქვს ეს უფლება ასე რომ მე ვისურვებდი მაინც სხვა ადამიანს, იმიტომ რომ რამდენადაც მე ეს ადამიანი გავიცანი, არ მომიდებოდა რომ პრემიერ-მინისტრი ყოფილიყო. მიხეილ სააკაშვილი. რატო არ მოგინდებოდათ? ნუ ყველაფერი იქედან გამომდინარე, რაზეც ზემოთ ვილაპარაკე. ალტერნატივას ხედავ? იმიტომ რომ მაინტერესებს. მაინც გონია რომ ის არის ავტორიტარი ადამიანი, არ არის დემოკრატი თავისი ბუნებით. ეხლა ზოგი ამბობს რომ რეფორმატორია, ჩემთვის როგორც თქვი. რეფორმაცია აუცილებლად უნდა გულისხმობდეს ლიბერალიზმის, დემოკრატობის ძალიან მაღალ ხარისხს, რომლის მატარებელსაც ვისურვებდი მე პრემიერ-მინისტრად და პრეზიდენტად.
თქვენ დასვით კითხვა ხედავთ ალტერნატივასო? თქვენ ვერ ხედავთ ალტერნატივას, ანუ მე ხედავ თუ არა? დიახ. ხედავ როგორ არა? ვის? როგორც ისე ჯგუფში, სახელმწიფო ჯგუფში ხედავ ალტერნატივას. ეხლა ცოტა დამაბნეთ. გამომაია სახელმწიფო ჯგუფში მარტო მიხეილ სააკაშვილი ხო არ არის? იქ არის რამდენიმე ადამიანი. ძალიან ღირსეული. ეს არის ჩემი პასუხი. მიხეილ სააკაშვილის ალტერნატივას ხედავთ მისავე ჯგუფში? ალტერნატივას კი, ადამიანს რომელსაც შეუძლია გაკაჩოს აი ამ ხელა უმძიმესი, ასე ვთქვათ, ხატოვნად. კი, არიან. იმიტომ ერთი კაცის პარტია არ არის. ნაციონალური მოძრაობა არის ერთი კაცის. არის, ნამდვილად არ არის, იქ არის გუნდი. მით უმეტეს თუ ხედავთ არიან ინტელექტუალები. მით უმეტეს თუ ხედავთ ალტერნატივას, ალბათ გაქვთ მოლოდინი რომ დასახელდება ადამიანი, რომელიც იქნება პრემიერ-მინისტრი. მე მოლოდინი როგორც ასეთი დღეს ხო გეუბნები, მე არ მიყვარს წინასწარ. მე უბრალოდ სხვა ხმამაღლა მინდა თქვა, მე არ მიყვარს იცით თამაში და მე არ მინდა პოპულისტური ქულების დასაგროვებლად რაღაცა ესეთი ისინი ვაკეთო განცხადებები. მე მინდა თქვა, ვიცი რომ ჩვენთან ძალიან არაპოპულარულია გარკვეულ წრეებში, რომ ესე იგი შენ თუ დაუშვათ რაღაცაში იზიარებ ხელისუფლების აზრს, ან რაღაცას კარგს დაინახავ, შენ ხდები არაპოპულარული და 1000 იარლიყებს მოგაწებებენ. მაგალითად რა იარლიყი? არა, ნუ ეხლა ჩვენ ხო ვიცით საცხოვრობ და მე ყველაზე მომგებიანი ეს არ ეხება ლელა გაფრინდაშვილის ადანაირ ადამიანს, რომლებიც მართლაც ჯერათ რასაც აკეთებენ. მაგრამ ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილში ქულების დაგროვება და არსებულ პრობლემებზე სპეკულირება მიდის. ამაშია საქმე და მე ეხლა სპეკულაციის არ მცალია, არ სპეკულანტებზე მინდა ყოველთვის გამახვილება და მინდა თქვა ის რომ მე ვარ ჩემ თავთან მართალი და არაფრის გამო არ ვამბობ ამას ვამბობ მთელი შეგნებით და აბსოლუტურად უწყლად და უანგაროდ რომ დღეს ამ ხელისუფლებას ალტერნატივა არ ყავს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ომის მდგომარეობაში. ომის მდგომარეობაში სამწუხაროდ დემოკრატიული უფლებები მეც არ მინდა, მაგრამ ის გუნდება გარკვეულწილად. ანუ ამას გამართლება? არა, არ ვამართლებ, მაგრამ ფაქტის კონსტატაცია არის. გასაგებია, კაპიტანი მე მაინც გონია რომ რომელი არის პირველადი, ხო? ესე იგი სახელმწიფო თუ დემოკრატია, მე ხშირად ვამბობ ხოლმე რომ ვადარებაა პრეზიდენტების პერიოდს და ხშირად გვეკამათია ჩვენ მე და მაიასაც რომ ესე იგი გამსახურდია გვეუბნებოდა რომ ჯერ დაუმორჩილებლობა და დამოუკიდებლობა და მერე დემოკრატია, შემდეგ იყო ჯერ სტაბილურობა შევარდნაძის პერიოდში და მერე დემოკრატია, ეხლა ჯერ სახელმწიფო და მერე დემოკრატია. ამ მიმართებებში პირველი უნდა იყოს დემოკრატია. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ჩვენ თუ ვიტყვით და თუ მივაღწევთ ოდესმე რომ ჯერ დემოკრატია და მერე სახელმწიფო, ეს აბსოლუტურად იქნება შესაძლებელი. ახლა ის გამოწვევა ის სახელმწიფო დემოკრატია არის დაფუძნებული, დემოკრატიაზე არის დაფუძნებული სახელმწიფო. სახელმწიფო სამართლებრივია, სახელმწიფო არის ჩამოყალიბება თუ მასში არის დემოკრატიის მაღალჩინო. თორე დემოკრატია არ არის საქართველოში, ამაზე ვერ ვიტყვით ჩვენ. ხარისხზე ვლაპარაკობ, მეტნაკლებობაზე ვლაპარაკობ. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოგწანდით დავალოდოთ რა სიტყვის ხვალ პრეზიდენტი, როდესაც წარსდგება საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ჩვენ არაერთხელ დავუბრუნდებით ამ თემას. დღეს ამ გადაცემა დასრულებულია. მაია ორჯონიგიძე, ლელა გაფრინდაშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმრები. ზუსტად 9 საათზე თქვენ გელით მაესტროს ახალი ამბები მაკაცინცაძესთან ერთად 10 საათზე პირდაპირ საუბარი და ეკაბერიძის სტუმარი იქნება ხათუნა ლაგაზიძე. მე ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.